დიახ, კვლავ მოგესალმებით, პატივცემულებო, გრძელდება ჩვენი გადაცემა მეორე ნაწილი. კვლავ მე და გეგა ვართ თქვენს წინაშე. ჩვენ წინა, ასე ვთქვათ, პირველი გადაცემა როგორც დავასრულეთ, რა სიტყვებითაც მოგმართეთ, აი სულ მცირე ხნით, აი იმ სიტყვებით, იმ შინაარსით გავაგრძელებ მეორე, დავიწყებ მეორე გადაცემას, რომ აქ ეთერში აი კონკრეტულად როცა მე და გეგა ვართ და არა მხოლოდ ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს და მოგვიყვანია ციტატები წმინდა სახარებიდან ხანდახან ციტირებთ ხოლმე უფლის შეწევნით წმინდა მამათა შესახებ მათი ასე თქვა წმინდა გარდამოცემა მით უმეტეს გეგას ეს მადლიანი მოძღვრება ეს გარდამოცემა რამდენჯერ და ხშირად გადმოუცია ეს ყველაფერი მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა იოტისოდენა არატარებს იოტისოდენადაც კი არატარებს რაღაც თავმომწონეობას და რაღაც სხვა კუთხით დანახვას და რაღაც წარმოჩენას სხვა სახედ ყოფნას თქვენს წინაშე არავით არის ნიღაბი ჩვენ მადლობა უფალს არ გაგვაჩნია რასაც გეუბნებით ცხოვრებისეული დღის წესრიგი და ყოველდღიურობა ჩვენი სწორედაც ასეთი გვინდა იყოს და ვცდილობთ რომ ასეთი იყოს რადგან ჩვენ რა თქმა უნდა არავინ მე პირადად შემთავზე ვიტყვი არავიზე ნაკლები ცოდვილი ვარ მაგრამ გაცნობიერებულად ასე ვთქვათ ვიხვწვი იმისათვის რომ თუ დავეცი წამოვდგე და სწორედაც აი მაცხოვრებელ და მაცხონებელ გზას არ ჩამოვრჩეთ, არ ავწდეთ. აი სწორედ რა რის გამოც მსურდა ამ თემის დაწყება, აი სწორედ იქ მივდივარ ახლა, რომ ეს არ არის არც манипуляცია, ეს არის სწორედ იცით, მე რამოდენიმე ადამიანისგან მსმენია, ახლობლისგან, უცხოსაგანაც არაერთისგან, რომ აი რაღაც თეოლოგიური ჭრილში რომ მიდიხართ და ასე შემდეგ, აი რას გავს აქ საკითხი, როგორი პრობლემა გვაქვს, იქით სოციალური, აქეთ ეკონომიკა, მინდა გითხრათ სულ ყველას. შეგახსენოთ, ვინც ძალიან კარგად იცით, რომ სწორედად სულიერების და მატერიის კავშირი ეს ოდითგანია. სეგმენტი მეცნიერება სფერო არ არსებობს, რომ სწორედად ეს შინაარსი არ იყოს, არა მხოლოდ გაღვივებული, არამედ საქმით დამტკიცებული. გნებავთ მედიცინა ხომ საერთოდ უტყვი და მეტყველი მოწმეცაა სულისა და მატერიის კავშირზე და უბრალოდ კავშირის. გნებავთ იბსინა, გავიხსენოთ აბდულ ფარაჯი და ასე ყველა სფერო აბსოლუტურად დღიდან ასე ვთქვათ სამყაროს არსებობისა და გრადირებულად რაც განვითარდა ხომ და დისციპლინად ჩამოყალიბდა და ყველაფერი ღვთის შეწევნით ჩამოყალიბდა რასაც კეთილი ნაყოფი შეიძლება ასე ვთქვათ რამაც გამოიღოს მიუთითებს და წარმოაჩენს სწორედაც სულისა და სხეულის ტანდემს სინერგიას კონკრეტულად ადამიანი ვინ არის და რას წარმოადგენს თუ არა სულისა და სხეულის ერთობას რატომ შეგვმოსა რატომ შეგვქმნა და რატომ დაგუბადა ჩვენ უფალმა აი სხეულით ან თვითონ რისთვის ჭირდებოდა აი ეს ადამიანის ქსოვილი სხეული რომ შეიმოსა ჩვენი სხეულით და მოგვევლინა განკაცდა ხომ უფალი იესო ქრისტე რომ ეჩვენებინა მას ის ხომ ფიზიკურადაც იღვწოდა და სულიერად რა თქმა უნდა უფალი იყო და არის და განკაცებული უფალზე გვაქვს ჩვენ საუბარი ასე რომ მინდა სხვა კუთხით შეხედოთ რომ სწორედაც ის პრობლემები რაც ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს და მართლაც სრულ დეგრადაციას დევალვაციას წარმოადგენს დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური ყოფა სრული ტრაგიზმია რაც ჩვენ სოციოლოგიური კუთხით გვაქვს განათლების კუთხით გვაქვს ნებისმიერი რამ უკავშირდება სულიერების დეფიციტს არა მხოლოდ სტაგნაციას არამედ როგორ გითხრათ აი დეკადანს მართლა ვარდნას როგორ თქვენ კონკრეტულად და არა მხოლოდ თქვენ ყველა ხელისუფალს ეხება ეს
როცა მაგრამ თქვენზეა ძირითადად მსჯელობა თქვენ ბრძანდებით ბატონო ესე თქვა ბატონები და მართლა ფეოდალები დღევანდელ დღეს რომლებიც განკარგავთ ყველაფერს და ძალიან ცუდად განკარგავთ საბანკო სისტემით რომ დააკაბალეთ და დააყადაღეთ და მართლაც აი ყველა ვალდებული გახადეთ თითქმის ყოველი მეორე ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისა ეს არ მოქმედებს და არ განსაზღვრავს სულიერების დეფიციტსაც ანუ აზრად წამსვლელი ადამიანის სურვილიც რომ გააჩნია რომ მივიდეს მას იმდენი დიდი პრობლემა დაუხვავეთ და დაუგროვეთ თქვენი გაუაზრებელი და ხშირად მიზანმიმართული არასწორი არამართებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკით ყველა სეგმენტს რომ მოიცავს აბსოლუტურად რომ ადამიანის სხეული ლამის სულს მოსწყვიტეთ და ბევრის მოსწყვიტეთ რადგან ზოგი ნერვიულობით აღესრულა და გარდაიცვალა ზოგი და სუიციდების შემთხვევებიც რამდენია ეს აბსოლუტურად ყველაფერი ყველა ვექტორი და ის არის თქვენი მიმართულებით მიდის რადგან ყველა პოლიტიკას ყველა მიმართულებით უნდა განკარგავდეს განსაზღვრავდეს და რა თქმა უნდა ასე ვთქვათ რეალიზაციას უკეთებდეს აი ეს ხელისუფალი რომელიც მართლა ხელისუფლებას წარმოადგენს ქვეყნისა მაგრამ თქვენ მართალი ხელისუფალნი რომ არ ახართ ეს ყველამ კარგად ვიცით ან როგორ შეიძლება ადამიანი სულზე არ მოქმედებდეს და ასე ვთქვათ სულიერ დეფიციტს არ იწევდეს და მთელ რიგ აშლილობებს როცა თქვენ ამ ეკონომიკური ჩავარდნით და ამ გეგმაზომიერი მიზანმიმართული დუხჭირი პოლიტიკით საზოგადოება განდევნეთ საქართველოდან და ბავშვები უდედმამოთ იზრდებიან დანგრეული გაცამტვერებული ოჯახებია საქართველოში და ბავშვები და შემდეგ აკაცუკებს ეძახით ასე უნამუსოდ ეს სულიერების დეფიციტი არ მოტივირდება თქვენი ვირტუოზული ეკონომიკური და სხვადასხვა კუთხით განვითარებული ამ ფსევდოპოლიტიკისაგან აი ამის გამომსურს სწორედაც გითხრათ რომ აი ეს წმინდა გარდამოცემა ციტირება და ასე შემდეგ რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ სწორედაც მთელი საზოგადოება მინდა რომ აი სასუფეველიც იძულების საკუთარი თავი ვაიძულოთ მეტი ლოცვისათვის მეტი შრომისათვის მიუხედავად იმისა რომ ოფიციოზი გამოსწორებას არ აპირებს იცით რომ უფრო მეტად დამშვიდდეს გონება უფრო მეტად აფექტური გადაწყვეტილებები არ მიიღოს საზოგადოებამ და მამამ ძმა არ გაწიროს და მამამ შვილი და პირიქით რაც ხდება ჩვენს თანადროულ ქვეყანაში აი ამიტომ არის სწორედაც ბმაში და ამიტომ არ არის სულ ერთი აი საუბარი რომელიც ზოგიერთ შეიძლება სულ ერთად და რაღაც ბუნდოვანად მოეჩვე აქ ჩვენ თეოლოგიის სემინარია არა გვაქვს აქ რეალურად სწორედაც იმ საზრდოს რა საზრდოსაც ჩვენ ვღებულობთ პირადად აი ეს აღმსარებელ მაზიარებელთა პოლიტიკური ჯგუფი აი ეს მოგაწოდოთ თქვენ ეს გაგანდოთ გაგიზიაროთ თქვენ რომ რეალურად გაცილებით მეტად არაყბადაღებული მყრალი ჭაობის მაგვარი სიმშვიდით და მშვიდობით რასაც გვამადლიან არა სულიერი სიმშვიდის მოპოვებით შევძლოთ ბრძოლა იმ დიდ გამოწვევებთან ამის შემდეგ ის გამოწვევებიც თხელდება იცით რეალურად ხელისუფლება რომ შეხედავს რომ საზოგადოება ქრისტეს ჯულზე უფრო მეტად მოექცა რომ იქ რეალურად გინებით კი არ მიუვარდა მთავრობის სახლის წინ და უცენზურო სიტყვები კი არ წარმორთქვა არა შესაბამისი ქრისტიანული ცხოვრებით მან უფრო გაცილებით კონსტრუქციული და ცივილური ზრდილობიანი და ზნეობრივი გზა აირჩია ამ პოლიტიკის მესვეულ დღევანდელებთან გნებავთ ურთიერთობაში ოღონდ ეს არ ნიშნავს კომპრომისს არა ბატონებო ჩვენში რა კომპრომისი დაინახეთ უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ყოველგვარ უზნეობასთან ყოველგვარ გამყიდველურ პოლიტიკასთან რაც დღეს წარმოებს საქართველოში და საუბედუროდ აი იმ ვერტიკალის სათავეში მყოფი პიროვნებათაგან და მე მათი გუნდრუკის მკმეველი ყველა
კასტის წარმომადგენელისაგან. აი ეს მინდოდა სწორედ მე თქვა რომ манипуляციის აქ ნიშანწყალი ფიქრათაც არავინ გაივლოს. სწორედ ამის გამოა რომ ჩვენ არაერთი და გეგამ რა თქმა უნდა ყოველთვის გვავსებს ხოლმე თავისი აი ამ შეხსენებებით. მე მსურს ახლა ჩვენ გვსურს რომ ესეთი კითხვა დაგისვათ პატივცემულებო და აი ტელეფონის ნომერს წავიკითხავ მაყურებლისათვის და მსმენელისათვის ეს არის 557 88 5588 თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ, გაგვაცანეთ თუ შეიძლება აი ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ხვეა GPI-ის, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის მცდელობა რომ გაანადგურონ და ჩქარი მოსმენებს აპირებენ, დაჩქარებული ფორს მაჟორში მიბრძანდებიან, რომ რეალურად მოასწრონ, არ ვიცი, რას ასწრებენ, განხილვებს და მე ალბათ რატიფიკაციაც არ დაახანებს, იქ რაზეა საუბარი, როგორი დეპუტაცია იმყოფება, ძალიან კარგად ვიცით და ასევე თვითონ სხვა ორგანიზაციებში გამოჩეკილნი და deep state მოლანდებული ოფიციოზი რასაც ბრძანებს და ამასაც საკანონმდებლო სახე მიეცემა, რა თქმა უნდა, რომ თუ სადმე დაადგინეს, რომ ვიღაც დაფინანსდა ან რაიმე ძალა რაღაც სხვა მიმართულებიდან, თქვენ დაალოცვილებო, საქმეს ებრძოლეთ თქვენ ანტისახელმწიფოებრებს. თქვენ დაალოცვილებო, გირჩი შექმენით. როცა ქრისტიანულ მართლა ამ მართლმადიდებულ ქვეყანაში სამარცხვინო და უზნეობა იყოს, სწორედ იმ გარყვნილების კულტივაცია, რაც მათი პირიდან მუსირებდა. პირდაპირ ეთერში დარგვა, მოწევა, მოხმარება, მარიხუანა თუ რასაც წარმოადგენს, ხომ ეს ნარკოტიკული მრავალფეროვნება. ასე რომ კითხვას დაუბრუნდეთ თუ შეიძლება და ასევე რას ფიქრობთ აი იმაზე, რაც აღვნიშნეთ, რომ აი სადღაც ბნელ კატაში ოთახში რომ უნდა ტიპოუნ კატა, სადაც ის კატა არ არის. ანუ ჩასაფრებულნი ელიან და რაღაცას კირკიტებენ, ვინ საიდანმე ფინანსდება თუ არა, რომ მე სრულიად აღკვეთონ ისედაც შუა გაკრეფილი ველი და რა თქმა უნდა, იქ სისხლის სამართლის მექანიზმებიც აქვს ჩართული აი ამ იურისპრუდენციის ვირტუოზებს. ზარია ეთერში მობრძანეთ. ალო გესმით ხემოსა. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ. გაგიმარჯობა. ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით რაც მოვიხსენე. ასეთი შტაბეჭდილება მხედა რომ ამ უნივერსიტეტების გაერთიანებით შემდეგ აპირებდნენ საერთოდ ვერ გაერთიანებას. მე საერთოდ დახტოს უნივერსიტეტს. ესეთი შტაბეჭდილება ხდება და აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. იტყვი თუ თქვა. ხო, მე ახლა არ ვიცი ვის რა გულისთქმა აქვს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ახლა მე რომ გამოთქვა ჩემი მოსაზრება რაღაცას უნდა ვეყრდნობოდე, ხო, რაღაც საფუძვლად უნდა გამოჩეს, ანუ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ სრულიად ქართული, ანუ მე წეგან ვისაუბრო, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად წლების განმავლობაში, როგორც წინა ხელისუფლება საქართველოში ახდენდა ზოგადად, რასაც განათლება ქვია, განათლების ფასეულობა ქვია, წიგნიერება ქვია, მაღალი ცნობიერება ქვია, განათლება დახურეს, ინტელექტი ქვია, ხო, ანუ განათლების მოსპობის მრავალი მეთოდი შეიმუშავა ქართულმა ოცნებამ მსგავსად ნაციონალური მოძრაობის, ანუ ეს ძალები მიზანმიმართულად სპობდნენ საქართველოში განათლებას. ამაზე ორი აზრი არ არის. მე უბრალოდ ვფიქრობ და ჩემი პირადი აზრია, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკიდან გამომდინარე, რასაც მოცემულობა მაძლევს თქმის საფუძველს, რომ ქართული ოცნება დღეს ცდილობს მაქსიმალურად შეკვეცოს საქართველოში, ასე რომ ვთქვათ, დიპლომიანი მოქალაქეების რიცხვი. ანუ
საქართველოში წინა რეჟიმი სინგაპურიზაციაზე გველაპარაკებოდა, ეხლა პირდაპირ ეს ტერმინი ასე ხმარებაში აღარ არის, მაგრამ მაგ არაბული ინვესტიციებიო, ზოგი ძახის მერე იქ ივანიშვილი ხო ამბობდა საქართველოსდანო წადითო კაცო ჯერო არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველებაო, იქ იშოვეთ ფულიო, აქ ჩვენ ვერ შეგინახავთო. ეხლა კიდე რაღაცებს მოიფიქრებენ, ანუ მიზანი რა არის, ანუ აქ ჩემი პირადად ჩემი აზრით და ჩემი ხედვით, ხო? მომსახურე პერსონალად ქართველი ხალხის მომსახურე ფიზიკურ ხელოსნებად, მუშაკებად, ანუ მე კი არავის ვაკრინებ და კი არავის ზემოდან ვუყურებ ან რაიმე პროფესიას ვიღაცაზე მაღლა ან დაბლა კი არ ვაყენებ, ანუ ამ ჭრილში კი არ განვიხილავ. უბრალოდ არსებობს ინტელექტუალური ბირთვიერისა, რომელიც წარმართავს მეცნიერებას, ფილოსოფიას, ლიტერატურას, სხვა და არსებობენ ფიზიკურად მშრომელი ხალხი, ანუ ის ხალხი, ვინც ხელოსნები არიან, მუშები არიან, მაღაროელები არიან და ასე შემდეგ. ანუ ამ ხელისუფლების მიზანია იმისთვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად მართოს და მაქსიმალურად აკონტროლოს, ყავდეს რაც შეიძლება მცირე ინტელექტუალური, ესე იგი მაღალი ინტელექტისა და მაღალი განათლების მქონე საზოგადოება. მე ეს შთაბეჭდილება მრჩება ლოგიკურად, ანუ ჩემი ლოგიკა მესაუბრება ამას და სხვა არაფერი რა. კი ბატონო, კი ბატონო. ზარი გაგვეთიშა. ხო და რაც შეეხება იმას, ეხლა წეგან ბექარულ ლაპარაკობდა ამ სულიერ ციტატებს. მე ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი რა, ნიკოლოზ სერბის სიტყვები არის, რომელიც არის ჩემი სახელმძღვანელო. არსებობს პოლიტიკა ქრისტიანული, არსებობს პოლიტიკა არაქრისტიანული. სანამ არ დავიწყებთ ქრისტიანული პოლიტიკის წარმოება საქართველოში, საქართველოს განვითარების, რეალური განვითარების, რეალური წინსვლის პერსპექტივა არის ნული. და ეს ჩვენ უნდა გულისხმავ ვყოთ. აი ესაა ჩემი პოზიცია. დიახ, ზარია ეთერში მოგბრძანდით, გამარჯობათ. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, კატეგორიულად. აი თელი ძალით ვიბრძოლებ, რომ ეს არ გააკეთოს მთავრობა. გაიხარეთ გენეცვალეთ, გაიხარეთ. გაგაძლიეროთ ღმერთმა ბრძოლაში. თქვენს გვიგულეთ თანამებრძოლებად. რა თქმა უნდა, ბრძოლა საერთოა. ამ ტექნოკრატიულ ხანაში და ეპოქაში, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს მართლა სამჭედლოს მეცნიერებისა დიდი ღვაწლის მქონეს, რომ გააუქმებ და ასეთი საფრთხის და დარტყმის ქვეშ დააყენებ, რა თქმა უნდა, შენ უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მე მგონი ამ დედამიწაზეც ვერ დაიარები, სადღაც ასტრალში. ტექნიკური უნივერსიტეტი უბრალოდ ნამყოფი ვინც არის, რომელი კორპუსი აღარ მახსოვს, აი იქ რო არის, რა ქვია, დოლიძის კუთხეში რომელი კორპუსია? ანუ რა მნიშვნელობა? ხო, ნუ კორპუსების ის არ მახსოვს ახლა, მაგრამ ამას არსებით ვიშობა. ვინც შიგნით არის ნამყოფი, ეს არის მუზეუმი. ანუ ეს არის მეცნიერების მუზეუმი, გარდა იმისა, რომ ეს არის ასე იგი, ანუ იქ ისეთი ადამიანები მოღვაწეობენ, ისეთი მეცნიერები და აკადემიკოსები მოღვაწეობენ და მოღვაწეობდნენ, ისეთი ნაყოფებია გამოღებული აი ამ ინსტიტუციას, რასაც ქვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომ მასთან ბრძოლა მხოლოდ განათლებასთან კი არა, ეს არის მთლიანად, ასე ვთქვათ, კულტურულ მემკვიდრეობასთან, ისტორიასთან, ანუ ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის დაკნინება აკნინებს საქართველოში არა მხოლოდ განათლების ერთ სეგმენტს, რასაც ეს ტექნიკური მეცნიერებები ქვია, კიდევ ბევრ სხვა დანარჩენს იმასთან ერთად, რაც მე მოგახსენეთ. ანუ ეს ყველაფერი კომპლექსურია. ეს არის ბრძოლა მთლიანად იდენტობასთან, შეიძლება, ანუ ჩვენს ნაციონალური იდენტობის გარკვეულ ასპექტთან ფართო გაგებით, ანუ კულტურული გაგებით, ინტელექტუალური გაგებით, აი რაც ჩვენ ერთს თანამედროვე კულტურულ, მატერიალურ და კულტურულ იდენტობას გვანიჭებს, აი ამ კუთხითაც მიმდინარეობს დარტყმა და ჩვენ ვსპობენ როგორც ცივილიზაციას თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოს უთხრის ძირს ეს ქართული ოცნების ხელისუფლება. თან გეგა ამბობენ რომ ეს რეალურად ეს რეიტინგისთვის და ავტორიტეტის მოხვეჭისთვის სურთ თურმე საერთაშორისო არენაზე, რომელიც საერთაშორისო არენას დიდი ხანია ჯერ ჩაეხსნა. საერთაშორისო არენა deep state-ად გამოაცხადეს, ხო ესე იყო რა. რომელ ავტორიტეტია საუბარი? ეს იმდენად ინფანტილურ დილეტანტური გადაწყვეტილებაა, რომ აი როგორ გითხრათ რა და აი უხერხემლო მართლა რომელსაც ღვთის შეწევნით განვითარება არ უწერია, რა თქმა უნდა. ხო, კითხვას შეგახსენებთ, მეგობრებო, აი თქვენი მოსაზრებები ამ ტექნიკური უნივერსიტეტის ასე ვთქვათ განადგურების მცდელობასთან, რაც დაანონსეს და სწრაფად სურთ განიხილონ, რომ მიიღონ ეს კანონი
და იმასთან კონკრეტულად პიროვნება თუ ჯგუფი თუ ვინიცობაა რაღაცა წინა წლების განმავლობაში ან დაუშვათ წინა წელს ან ერთი თვის წინ რაღაც თანხით დაფინანსდა რომ მათ დიდი რეგულაციებისა და წნეხის ქვეშ ანუ რეპრესიები განახორციელონ. თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით ფარას კანონს მუსირებდით და ფარას კანონისგან შორსაა თქვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ რეალურად საქმეს ებრძოლეთ, ხომ მიიღეთ ეს კანონი? დაგვანახეთ ბატონო, საიდან რა შემოდინდა, თუ რამე შემოდინდა და თქვენ დამალეთ? თქვენი კანონის წინააღმდეგი წახვედით? საიდან ვინ რა ფინანსდება, როცა თქვენი ბელადი აფინანსებს? ოპოზიციად წოდებულ, თავარ ოპოზიციად დასმულ რაღაც კონგლომერატს. არიცით ძალიან კარგად, რომ აფინანსებდა თავის ჯიბიდან. ზარია ეთერში მოგდა. ისმენთ. ხო, ეხლა გამახსენდა, ეხლა ხანს რუსეთში ჩატარდა უშიშროების კრება, სადაც იყო საუბარი ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური რესურსის რუსეთიდან მასობრივ გადინებაზე. ხო, იგივე მდგომარეობაში და უარესში ვართ ჩვენ. ანუ მეცნიერება როგორც ასეთი დღეს ხო საქართველოში არ არსებობს. ეხლა კონკრეტული მკვლევარები და მკვლევართა ჯგუფები რაღაცებს რომ აკეთებენ, ამას ეს არ ნიშნავს ის, რომ საქართველოში მეცნიერება დღეს არსებობს. ანუ როგორც ასეთი მეცნიერება დღეს საქართველოში წინა და არსებულმა ხელისუფლებამ ფიზიკურად გაანადგურა. დიახ, ზარია. პროდუქტს აღარ იძლევა. ეს არ კიდე ერთი კუბოზე ლურსმნის დაჭედების მცდელობა და მთელი ერი და საზოგადოება ამის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზზე უნდა იდგეს რა. გეთახმები გეგა, მობრძანდით ზარია ეთერში. დაუწიეთ თუ შეიძლება და ისე. ტელევიზორს თუ შეიძლება. ან მოშორდით. მავნებლობა ეს. მავნებლობა. დაყუპა მეცნიერების, ტექნიკური მეცნიერების დაყუპა. კი ბატონო, და არა მხოლოდ ტექნიკური მეცნიერებისა, ახაც ბმა არის ბატონო ჩემო. ტექნიკური მეცნიერება თუ დაიღუპა ეს მატერია სული როგორც ჰუმანიზმის, ჰუმანიტარული მეცნიერებისა გადარჩება? ეს ხომ ტანდემში ბწყინავდა, ეს ხომ ტანდემში წარმოადგენდა იმ ბაჯაღლო აუწონავ ოქროს, რომლითაც წარმოჩნდებოდა ოდითგან მებრძოლიც და განათლებული ქართველი ერი მსოფლიოს წინაშე და რამაც გადაგვარჩინა. ასე რომ ეს გეგამ როგორც აღნიშნა, მრავალ ასე ვთქვათ, ცუდ ნაყოფს და მასშტაბურ ცუდ ნაყოფს გამოიღებს. ზარია ეთერში. ბატონო გეგა. დიახ, ის პირველი კორპუსია. დიახ, პირველი კორპუსი. დიახ. მე იქ სწავლობდი და ეგ დავამთავრე და თუ საჭიროა დღე და რამე იქ ვიქნები ყარაულად. იცოცხლე. გაიხარეთ ხალბატონო, გაიხარეთ. საჭიროება დადგება ძალიან ბევრი ადამიანის ალბათ მობილიზებისა, რომ ამ მობილიზაციაშიც მაინც და მაინც დიდი წვლილი არავის არ ეკუთვნის, რადგან ადამიანები თავისით გამოვლენ, თავისთავად აქ ავტობუსებით რომ ატარებენ ხალხს, ოცნების წარმომადგენლები, სადაც შეიკრიბებიან და ბრონირებულ შუშაში მათი ბელადი გამოჩნდება, ასეთი შეკრებები აქ იქნება ნამდვილი, სრულფასოვანი, ეროვნული და მართლა გამოსვლა მეცნიერებისა და განათლების სადარაჯოზე მყოფი ხალხისა. დიახ, და ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ განათლება ბოლომდე არ მომკვდარა და არც მოკვდება საქართველოში. რადგან განათლება მოგვიყვანა ჩვენ დღემდე. დიახ, ის ბრძოლის სეგმენტიც განათლების ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მონაპოვარია. ზარია ეთერში. ჰალო. დიახ, გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. დიახ, მაგრამ კონკრეტულად არ შეიძლება საქმე გააკეთოს. რა გავაკეთოთ? ხალხი მე გააკეთოს მეხასე. დიახ. საქმე. ხალხი მე გააკეთოს მეხასე. ორი მომავალს მეტყვი. დიახ. იურისტი და განაცხადება გიმნაზია საქმეში. არ მინაშია. ამიტომ თემი პრეზიდენტი. თემი პრეზიდენტი. არა ითელი განაცხადება არა აქვს.
პრეზიდენტის გაუნათლებლობაზე დიახ. ამიტომ შეგვიძლია რომ ეს უნდა იყოს განაცხადის გასაგებია, რასაც ბრძანებთ, მადლობა ზარისათვის, მაგრამ ხაში მეხაშემ, პური მეპურემ გავიგეთ, კი ბატონო. მაგრამ აი უბრალოდ ცოტა კავშირი ამ ზოგადად ქართული გადაწყვეტილებასთან ცოტა კავშირი ქართული ოცნების წარმომადგენლების გაუნათლებლობაზე საუბრობდა. კი, აი წერტილს დავსვავ გეგა, ხო არა, აი გავიგე, მაგრამ ამ გამოსვლასთან დაკავშირებით, ამ პროტესტთან დაკავშირებით მეხაშე კიდე ცუდი, ასე ვთქვათ, გამოთქმა გაგახაროთ უფალმა, მაგრამ კი ბატონო, ასე ვიტყვი, მეხაშე იქნება, პურის მცხობელი იქნება, თუ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ყველასთვის საერთო სატკივარია ეს კონკრეტულად. ყველასთვის. აქ შეიძლება ვიღაც ასე ვთქვათ, ჩასაფრებულმა სხვაგვარად აღმოიკითხოს, რომ რეალურად მაშინ მარტო პოლიტიკოსები გამოდით. ან დაუშვათ სასულე რაღაც, რასაც ეხლა საუბრობდით გეგა, სულიერებას ეხება, მამებმა თქვან. მეგობრებო, სულიერებას ეხება ყველა ფიზიკური საკითხი. აბსოლუტურად ყველაფერი ეხება ყველა ფიზიკური საკითხი ეხება სულიერებას. ასე რომ არც მამები მოიკოჭლებენ და არც რა თქმა უნდა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა გადაესხას ეს მადლიანი წყალი და იბრძოლოს იმისთვის, ვისთვისაც უბრძოლია ჩვენს ეთნოს და დაუდია კიდევაც შედეგი. ზარია ეთერში. მოგძანდით, გამარჯობათ. აი ზარს მე იმაზე სრულად ვიზიარებ, რომ ქართულ ოცნებაში ინტელექტის ზოგადი დეფიციტია, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ხალხში პირველ რიგში არის ზნეობის, სულიერებისა და სამშობლოს განცდისა და სიყვარულის დეფიციტი, ანუ შეიძლება ადამიანს არ გააჩნდეს ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ გული ჰქონდეს იმას წმინდა და არ ანგრევდეს საკუთარ სამშობლოს, რადგან მასში ჰქონდეს განცდა საკუთარი ფესვებისა, საკუთარი სისხლის ყივილისა. შეიძლება ადამიანი სრულად არ იყოს გენეტიკურად ქართველი, ჰქონდეს სხვა ეთნიკური წარმომავლობა, მაგრამ იმ ფსიქოსოციალურ არეალში ისე იყოს აღზრდილი, რომ საქართველოსთვის თავი დადოს და არანაკლები ქართველი იყოს, ვიდრე ბევრად მეტიც, ვიდრე სხვა გენეტიკურად ქართველი, ხო? ანუ აქ მთავარი არის სულისკვეთებაზე, რომელიც დღეს ქართულ ოცნებაში არის განულებული. სრულად დაბეტონებული, ჩამკვდარი, ანუ ირაკლი ყობახიძეს რომ შეხედავ, მასში ზოგადად ქართველი ადამიანის სულიერება და ცნობიერება აბსოლუტურად ნულოვანია. მე პიროვნულად არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მათ შორის არც ირაკლი ყობახიძეს და ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ადამიანი თვითონ თავის ცხოვრებაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ესეთი ადამიანი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მას არ გააჩნია სამშობლოს აღქმა და გააზრება. განცდა და ისევე მის პოლიტიკურ გონს. ანუ დღეს ქართული ოცნება დაცლილია ქართული სულიერებისა და ცნობიერებისგან. და ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც აღანთებული და აღვსილი არიან ქართული სულიერებით და ცნობიერებით. ესა უპირველესი და შემდგომ ინტელექტუალური რესურსი, რომელიც თუ ჩვენში არ მოიპოვება, მოვიძიებთ, ვნახავთ, გამონახავთ, რომ ეს ქვეყანა აშენდეს, მაგრამ პირველ რიგში სამშობლო რომ დავიბრუნოთ. ამას ჭირდება წრფელი გული, ანუ სიყვარული ჭირდება ერთმანეთის მიმართ, სამშობლოს მიმართ, ღვთის მიმართ და გააზრება ჭირდება იმ იდეისა, რაც არის ჩვენი ეროვნული სარწმუნოებრივი ქართული იდეა და რისთვისაც ვართ მოწოდებული, რომ ვიარსებოთ და ვიცოცხლოთ და ეს უნდა ქონდეს ჩვენს პოლიტიკოსებს, ჩვენ კარგი პოლიტიკოსები და საქმის მკეთებელი პოლიტიკოსები ეს მოთხოვნა უნდა დავაყენო. გასაგებია. და იმას მინდა ძალიან მოკლედ გავაგრძელო. ჯერ ზარი მივიღოთ და მერე ვიტყვი. დიახ, ბრძანეთ, გამარჯობათ. გაითიშა ესეც რა ჭირს ზარებს დღეს. აი რისი თქმა მსურდა, იცით? ჩვენ რატომღაც ალბათ არაერთს საქართველოში, ვინც ეროვნული ცნობიერებით გამოირჩევა და ბრძოლით, პრაქტიკით, საქმითაც შესაბამისად, უთქვამს ხოლმე, რომ წარმოუთქვამს, რაც ვთქვათ, აღუნიშნავს, რომ აი ქართველი ერი არასდროს არ გამოდის, თუ მაინც ზნეობას არ შეეხე, თუ მის ღირსებას არ ასე ვთქვათ, ჩააფურთხე, თუ მის ასე ვთქვათ,
ეროვნულ ცნობიერებას არ დაარქვი. სოციალურ თემებზე არ გამოდიან. ხო და აი ეს არის მცდარი შეხედულება. დავასრულებ შეიძლება. ეს არის მცდარი შეხედულება თქვენი ჭირიმით. მე წეხან რა ვთქვი, როგორ ბმაშია ეკონომიკა სწორედაც აი მსულიერებასთან. აი ის რომ დოვლაც ვქმნით თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი ჯიბიდან მატერიალურ დოვლაც და სახელმწიფო ხაზინას ვავსებთ. ის რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს წარმოვადგენთ და მისთვის ვიხსვით ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცები ამ ქვეყნისა და ასე გვექცევიან. ამ სოციალური პოლიტიკით, ამ ეკონომიკური პოლიტიკით ესაა სწორედ ღირსების შელახვა და ამისთვის აღირს სწორედ გამოსვლა. ეს არ ნიშნავს რაღაც სნობური მენტალიტეტი როდიდან დამკვიდრდა, რომ პურზე ხომ არ გამოვალ. არა და პურიშია მთელ ქვეყანას. ზარია ეთერში? ხო აი პურზე როგორ გამოვალ? აბა რაზე გამოვალ? პური ჩვენი არსობისა ვიცით ზეციური მანანა პასაჟი გავიხსენოთ კაცო. იქ მთიდან ჩამოსვლის მომენტში რელიგიური იესო ქრისტე როცა მიმართავდა და ქადაგებდა იქ არ შეეძლო მას ის 5000 კაცი და არა მხოლოდ იქ ბავშვები, ქალბატონ მანდილოსნები, საყოლიებელი იყო როცა უსმენდნენ მის ასე ვთქვათ საუფლო სიტყვას დაეპურებინა ზეციური მანანით ან არ შეეძლო უფალს რომ ის შიმშილის გზობა განეკარვებია მისთვის არა ბატონებო საზრდელი უბოძა მათ საზრდელი დიახ როგორც უფალმა რა თქმა უნდა ის თევზი და პური გადააქცია იმდენად რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა რა თქმა უნდა მადლით და ისედაც ფიზიკურადაც აი იქ მყოფი კონტინგენტისათვის მაგრამ საზრდელით საჭირო ყოფილა იცით ასე რომ ნუ ილუზიაში ყოფნა ძალიან დიდი შეცდომაა და დანაშაულიც მინდა გითხრათ, რადგან დამაბრკოლებელია სხვისა. ღირსების გაქელვა და სულში ჩაფურთხება სწორედაც, როცა შენ მე აი ასე მრავალი რესურსის მქონე ქვეყანას, რომელ რესურსაც არაფერს არ მაყენებინებ და ეს ამის მაგალითად მარტო კაზრეთ ან ჭიათურა ღირს მხოლოდ თუნდაც ერთ მაგალითად ჭიათურა რომ ქალაქი რომელიც ყველაზე მეტად უნდა ბრწყინავდეს დღეს ყველაზე მეტად უჭირს და არა მხოლოდ ჭიათურა, ტყიბული და საერთოდ რესურსები საქართველოს წყალზე რომ არ ვილაპარაკოთ საკმაოდ დიდი გაგვაჩნია იცით და შეიძლება ახლა ჩასაფრებული კრიტიკოს ანალიტიკოსი შემოგვედაოს კარგი თუ ჩემი ძმა ხარ რა რესურსები გვაქვს ბიჭო ჩვენს ქვეყანას გესმით ეს საუბრებიც მოგვისმენია სამწუხაროდ რამდენიც ავართ ჩვენ და რამხელანიც ის რესურსები 2-3 სწორედაც ამხელა მასშტაბიც გვიკავია 3 რესპუბლიკასაც ეყოფა ჩემო პატივცემულო კრიტიკოსებო აი ეს მინდა გითხრათ ეს არ არის ჩემი თეორია ეს არის ჭეშმარიტ მართლა ფუნდამენტალურად იმ კვლევარ კორიფეებზე დაფუძნებით რომლებიც ანალოგიურს ბრძანებენ. ზარია ეთერში მოგძანეთ. ზარს უჭირს შემოსვლა და რა ხდება? ზოგადად აი ზედიზედ 3 ზარი გაითიშა და აი იცოდეს ტელემაყურებელმა და რადიო მსმენელმაც რომ კიდევ ზარია და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. თუ ხართ ხაზზე მოგძანით გვესაუბრეთ. ალო. დიახ გამარჯობათ. გამარჯობათ. აი უნივერსიტეტის გაუქმება ეს ძალიან დიდი დანაშაულია. ივანე ჯავახიშვილმა რამდენი ღვაწლი რამდენი ამაგი და რამდენი სომა დახარჯა რომ თბილისში გახსნილიყო უნივერსიტეტი და აი მაგის გაუქმება შეიძლება ეს მართლა დანაშაულია. ივანე ჯავახიშვილმა 1918-ში დაარსა უნივერსიტეტი და იქ მთელი კორიფეები იყვნენ და პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო. ჩვენ აქ ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებაზე გვაქვს საუბარი, სადაც არანაკლებ დიდი კორიფეები ბრძანდებოდნენ. ხო და ისიც არ შეიძლება ციმისი გაუქმება. რა თქმა უნდა, ქალბატონო. რა თქმა უნდა. დიახ. ეს მადლობა. მეცნიერების კერა არის. დიახ. როგორ შეიძლება ასეთი უდიერად დამოკიდებულება განათლებისადმი. დიახ. ეს ძალიან წინააღმდეგი გამოვა ხალხი და ყველ ძალიან წინააღმდეგი ვერ მეცა.
ეს ძალიან გულსადგენია და ძალიან დანაშაულია. დიახ. გეთანხმებით ხალბატონო. მადლობთ. დიდი მადლობა. უბრალოდ ჩვენი პროტესტი უნდა გასცდეს ამ შემთხვევაში ხა ეს პირველი დღე არის, როცა ნებადაღელვა გვაქვს, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სოციალურ ქსელებში, მხოლოდ ტელეეთერებში, ანუ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ. აი ბექაძე რო საუბრობდა, საჭმელზე არ გამოვალთ. ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა. ეს არის კატასტროფული დამოკიდებულება საზოგადოებისთვის. ანუ საზოგადოება თვით განადგურების რეჟიმშია, როდესაც ის არის პასიურ მდგომარეობაში. ანუ ყველაფერზე უნდა გამოდიოდეს საზოგადოება. ფასებზეც უნდა გამოდიოდეს, გადასახადებზეც უნდა გამოდიოდეს. აბსოლუტურად ყველა იმ საკითხზე უნდა გამოდიოდეს, რაც აწუხებს. ყველაფერზე უნდა იბრძოდეს, ყველაფერზე უნდა ხმას იმაღლებდეს, ყველაფერზე უნდა იყოს კრიტიკულ პოზიციაში ხელისუფლებასთან, მუდმივი პრესინგის პოზიციაში და თუ ხელისუფლება ისეთი თავგასულია, როგორც ქართული ოცნება, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოდიოდეს და ითხოვდეს, რომ გადადეკი და დანიშნი ახალი არჩევნები. ეს არის ცოცხალი ერისა და საზოგადოების ცხოვრება. თუ ასეთი ცხოვრება არ აქვს ერს და საზოგადოებას, ესეთი ერი და საზოგადოება არის მომაკვდავი, დაბეჭავებული და სრული კულტურული და ფსიქოლოგიური დეკადანსის მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავცოცხლდეთ როგორც ერი და საზოგადოება, მოვახდინოთ საზოგადოებრივი მიზანდასახვა. მიხაკო წერეთელი ამბობს, რომ ერი არის სუპერორგანიზმი, ჰიპერორგანიზმი და ერის პოლიტიკური მიზანდასახულობა ეს არის საზოგადოება. ანუ ერი რო შედგეს საზოგადოებას, მას უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი პოლიტიკური მიზანდასახულობა და ცნობიერება. ანუ ერმა უნდა გააცნობიეროს, როგორი სახელმწიფო უნდა, როგორი პოლიტიკა უნდა, როგორი ქვეყნის სტანდარტები უნდა და ამისთვის უნდა დაიწყოს ბრძოლა. ანუ საზოგადოებრივი მიზანდასახული ბრძოლა და აქტივობა, როგორც სამოქალაქო საზოგადოება. აი ამ სამოქალაქო საზოგადოებამდე ვერა და რომ ვერა აღმაღლდით, ყველაფერი არის მაგის ბრალი, რომ ამდენს გვიბედავენ და ეს ყველაფერი ჩვენთვის არის გამოწვევები და ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ, იმიტომ რომ ღირსეული და რეალური წინააღმდეგობა და პროტესტი გამოვხატოთ. კი ბატონო, ზარია ეთერში მოგზავნით. მოგზანდით. მოგესალმებით. გამოდით. მოგესალმებით. ბატონო, დიდი ბოდიშით თქვენ გადაცემამდე იყო ბატონი გიორგი, ხო მეგონი სამყარო. ლომია. დიახ, მამა მიქაელთან ერთად. კი ბატონო. დიახ. აი ამ მამაოსთან დაკავშირებით არ მომეწონა ეს სიტყვა, რომ ეს კერძო არის, კერძო როგორ არის, კაცო, არაბების აქ ჩამოდიან აშენებენ კერძო. ვერ გავიგე რაც ამბობთ, დააკონკრეტეთ თუ შეიძლება. აი რა კერძო ვერ გავიგე. ვერ მივხვდი რაზე საუბრობთ. არა, ხალხი ქალბატონმა დარეკა, რომ ეკლესიამ უნდა იწვიოს, თავის მეუღლესთან ერთად უნდა გამოვიდეს და აქციებს შეუერთდეს. დიახ. ხო და ეს არ არის ეს კერძო საკითხი არ არის სამღვდელოები პატრიარქის როცაკუთხება კი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს უფლება გამოვიდეთ. ეგ არ უთქვია, არა. მამამ თქვა, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით და მამა მიხაელი იყო კიდევაც, როდესაც ჩვენ პატრიოტთა ერთობამ გააკეთა პროტესტი რუსთაველის ძეგლთან, შოთა რუსთაველის ძეგლთან. იქ ბრძანდებოდა მამა მიხაელ ღუღულიშვილი. და ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია თქვენი, არა მხოლოდ მამა მიქაელი, მაგრამ ახლა მამა მიქაელი ახსენეთ. თქვენ რაზეც საუბრობთ, აქ საკითხი ეხება საპატრიარქოს განცხადებაზე იყო აქ საუბარი და მამა მიქაელი თქვა. არა, გავიგე, ეს ფარამიცის დავრეკე, ეხლა ეს უბრალოდ შესავალად გისმენთ. შეიძლება მე ვერ გავიგეს. დიახ, მაშინ გისმენთ ბრძანეთ. ბატონო გეგა, თქვენ გემოსურ ეხლა ბატონი ასაკი არა მაგდა. ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვაკვირდები და ყველაფერს იმაშები. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ჩვენ დაწყებილები ვართ თავით რა, ღმერთისაგან. გავიხსენოთ ის წელი, როცა ბატონი ივანიშვილის თანხით იმ ანაკლიაში კაზა ფესტივალი რო ჩატარდა. 1000
სოდომი და გომოს თუ ვეძებ დღევანდელ დღეში იქ იყოს უბრალოდ. დიახ, იყო. აი ამის გამო გაგვიწრა ღმერთი მე ესე მგონია მაგათიაზე მოდიში თუ გედო ჩვენ მაგის წინააღმდეგ მაგას ვსაუბრობდით, მაგას ქადაგებდნენ ჩვენი მამები, მაგას ამბობდა სრულიად საქართველოს პატრიარქი. უბრალოდ ერთ კაც მერეა მილიარდები კი არა ტრილიონები კონდეს. აი ესე რომ თავის ხაფიანა ჯიბეში ჩაიდოს და ისა არ ვიცი, მაგაზე უფრო მაგარი დიქტატორები გვახსოვს და უფრო რავი. დიახ, და მე შეგახსენებთ მამა მიქაელის სიტყვას, რომელმაც ბრძანა. მოდიში, შეიძლება მე ვერ გავიგე სწორად, არ გეკამათებით, დიახ, არც მე გეკამათებით, მაგრამ შეგახსენებთ მამა მიქაელმა ბრძანა, რომ პატრიარქის კურთხევას ასრულებს და მცირე ნაგლეჯით ჩვენი მადლიანი მიწის გაყიდვის წინააღმდეგ იმდენად გამოვა, თუნდაც ეს დაუჯდეს სიცოცხლის ფასად. აი, სწორედ ლამის ვციტირებ მის გამოსვლას. დიახ. არა, მე ამ შემთხვევაში პატრიარქის ის ვიცი. დიახ, რაშია ისეთ საქმე უკაცრავად, რაშია საქმე, გეტყვით მე ერთ რაღაცას, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის გასათვალისწინებელი. ანუ, როდესაც ვესაუბრებით სამღვდელოებას, როდესაც ვსაუბრობთ ეკლესიის პრობლემებზე და მამა მიქაელის პოზიციაც ეს იყო და სწორედ ამიტომ მე ეს ვიცი და მაგიტომ გესაუბრებით, ზუსტად ვიცი. ანუ ჩემ აზრს არ გეუბნებით, ვიცი რასაც ვამბობ. მამა მიქაელი ასე იმიტომ საუბრობდა, რომ ის ერიდება მოქალაქეების ჩვენი ქვეყნის მსმენელის, ანუ ვინც ტელეეკთერებთან ზის და უსმენს, მან ხომ არ იცის და რეალობაც არის, რომ ზოგი ნაკლებად ეკლესიურია, ზოგი ძლიერ ეკლესიურია, ზოგი ძალიან მლოცველია, ზოგი განსაკუთრებულად დიდ მადლმოსილებას ფლობს ალბათ და ზოგი დაბრკოლებულია ისედაც, ზოგი მერყევია. აი ასეთ ჭრელ საზოგადოებას როცა ესაუბრები, ჭრელს ამგაგებით მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, ხო? ასეთ დროს უნდა იყო უზომოდ ბრთხილი და მოზომილი, რომ ვინმე რაიმეთი არ დაბრკოლდეს. ეს იგულისხმა. როდესაც ადამიანებს მოუწოდებს, რომ ეკლესიისადმი იყავით ბრთხილად, კვლავ დაბრკოლების საკითხი დგას. ანუ მამა მიქაელის ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი იყო დაბრკოლების მომენტი, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეს დაბრკოლებითი გრძნობა ეკლესიის მიმართ, რაც არის ჩვენი ერთადერთი მაცხოვრებელი გადამრჩენელი წიაღი. ამ სამყაროში არ არსებობს არაფერი გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სადაც შეიძლება ადამიანი გადარჩეს. მხოლოდ მართლმადიდებლობით და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით შეიძლება ადამიანის ცხოვრება და გადარჩენა. ამიტომ უკიდურესად ბრთხილად უნდა იყოს ადამიანი, უკიდურესად ბრთხილად, რომ ერთი ადამიანიც კი არ დააბრკოლოს ეკლესიის მიმართ. თავისი თუნდაც ხმამაღალი პრეტენზიებით, ხშირად შეიძლება სამართლიანითაც კი, მაგრამ ისე უნდა წარმოთქვა, ისე უნდა იმსჯელო, ისე უნდა ისაუბრო, რომ არ გახდე მიზეზი დაბრკოლებისა. იმიტომ რომ ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვინც დააბრკოლებს ერთ მცირეთაგანს, უჯობს მოიბას წისქვილის დოლაბი და ზღვაში დაინთქას. ანუ ადამიანის დაბრკოლება ეს არის უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთის წინაშე. აი სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მამა მიქაელი და სხვა ბევრი სასულიერო პირი არის მაქსიმალურად მოზომილი და ამ ზომიერებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ადამიანები არ დაბრკოლდნენ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ ყველა ჩემი ხმა ისმის? ეთერში ხო, მე უკვე გითხარით ყველაფერი უკაცრავად გისმენთ. კი ბატონო. არა, მე კი არ მეთქვია ეგ რომ ისა და ხარბატონმა რაც თქვა მე ხარბატონს დავეთახმე. დიახ. რომ ყველა ისა რა ქვია სასულიერო პირი თავის მერთან ერთად უნდა გამოსულიყო თანხმოურავის აქციას უნდა შეეცებოდა. დიახ, მაგრამ მე რაც წეგან ახლა გესაუბრე და რაც აგიხსენით, თქვენ ხო მომისმინეთ? ხო და ეს არის პასუხი. ანუ თქვენ რასაც მესაუბრებით, ეს არის პასუხი. იქ ბატონო ჩემო, იქ ბატონო ჩემო, როგორც აღნიშნა აგერ ახლა ჩვენმა მეგობარმა გეგამ, ხო? იქ მამა მიქაელის გარდა არაერთი მოძღვარი, საერთოდ როცა ასეთ ეროვნულ გამოსვლაზე 20 მამაო იქნება თუ 5 10 გავანებოთ დათვლას თავი. აი ეს შემოსილნი ეს მამები მართლაც მართკვეთელი მამები რო ბრძანდებიან, იქ ბრძანდება პატრიარქიც. იქ ბრძანდება ყველა ქრისტეს ერთგული შემოსილიც და ერის კაციც უნდა ბრძანდებოდეს. ასე რომ იმ ზომიერებაზე, უпроსტურად იმ სიფრთხილეზე, რაზეც გეგამ აღნიშნა, სწორედ ესა თქვა მამა მიქაელმა
და სხვა მოძღვრებიც იგივეს ამბობენ სწორედაც, რომ არ იყოს რაღაც ურაპატრიოტიზმი და არ იყოს ადამიანთა იმ განუსწავლელი თუ კათეხიზმოს დონეზე არ მყოფი ნაწილის კიდევ მეტი დაბრკოლება, რომელთაც ალიბად მოირგეს სწორედ 1000 მოძღვრიდან ერთი შემოსილის უსახური ქმედება. ალიბად მოირგეს და იმ ერთის ასე ვთქვათ, გამო ყველას მიმართ ხელს და თიც იშვერენ. აი ამ სიფრთხილეზეა სწორედაც საუბარი და გეთანხმები ჩემო კარგო. დიახ, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რა თქმა უნდა, და ზარებს კიდევ დაველოდებით. ჩვენ ეთერში რაღაც სულ ალბათ 5 წუთი დაგვრჩა, შეიძლება ზარი აღარ შემოვიდეს. სწორედაც აი რომ გავაკეთოთ ახლა რეზიუმე ეგრეთ წოდებული. ის არის რომ ჯერ მართლა არისვენებს ბოროტი, მართლა არისვენებს დღევანდელი ოფიციოზი და აცხობს ისეთ კანონებს, ანონსებს ისეთ ინოვაციებს, ასე ვთქვათ, და მართლაც თავიანთ სურვილებს აჟღერებს, რომ ძალიან ძნელია ურეაქციოთ იყო ადამიანი, რომლისთვისაც ძალზე ძვირფასია და სიცოცხლის საკუთარი სიცოცხლის ტოლფასია. თუ არ არის, უნდა იყოს თავისი სამშობლო, მოყვასი, უფალი, დიახ. ასე რომ ამ ლოგიკამ, ამ სულისკვეთებამ ჯერ ერთი თავდაპირველად შევყარა ჩვენ და გაგვაერთიანა და ჩვენი პოლიტიკური სახელოებისთვის მრავალგზის მიდგომს. აქ პოლიტიკური თანამდებობებისთვის არა ვარ ჩვენ აქ მოსულნი. დიახ, აქ ჩვენ ვართ ამ პოლიტერთობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ პოლიტერთობაში და რა თქმა უნდა ეს ბრძოლა იქნება უფლის შეწევნით, აი იმ ნაყოფის გამომღები, რაც ყველას შეეხება, იმათაც შეეხება და ისინიც მოიმკიან ამ ნაყოფს, რომელთაც შეიძლება თითი-თითსი არ აქვთ მიტანილი და არც აპირებენ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ქვეყანა თუ იმის არ იყოს ზურიკელასი, ასეთ თუ ქვეყანა დაიქცა, შერაღა გიხაროდაო, მე უტრირებით პირიქით ვიტყვი. ქვეყანა თუ გაბედნიერდება და კარგად იქნება, ჩვენ რა დაგვემართება ვერ გავიგეთ, ჩვენ გაუბედურდებით? მაშინ ღირსი ყოფილვართ უბედურებისა. თუ ბედნიერ ქვეყანაში ჩვენ იმ ბედნიერებით არ ვიბედნიერეთ რა. ხო, იცინოდეთ მოცინართა და გიხაროდეთ ხიალთათანა და ტიროდეთ პირალთათანა. ხო, ესე უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანები. ხო, ჩვენ თუ პირად განცხრომაში, პირად ნაჭრში ჩავიკეტეთ და არ გავიხედეთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება და ურთიერთსიმძიმე არ ვიტვირთეთ, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. მე საუბარი დავიწყე და ვაგრძელებ და ვამთავრებ და ყოველთვის ამას ვიტყვი. ჩვენი ერთობა და ერთობა. ანუ ეს არის ჩვენი ერთადერთი დღეს, ანუ რაც ჩვენ გადაგვარჩენს, ეს არის ჩვენი ერთსულოვნება, ღვთისმიერი ერთსულოვნება. თუ ამას არ მივაღწევთ, ჩათვალეთ რომ სრულიად უნაყოფო, სრულიად უაზრო და ამაოა ჩვენი შროლა და ბრძოლა რაღაცა ვიწრო პარტიულ ჯგუფებად და საზოგადოებრივ ორგანიზაციებად და პოპულისტურ რაღაც ნარატივებში გამოკეტილი ხალხი ერთმანეთთან დაპირისპირებული ცილის მწამებელი და გესლიანი და შხამიანი დამოკიდებულებებით ერთმანეთთან ასე მოისპობა ყველაფერი. ჩვენ უნდა შევუნდოთ, ვაპატიოდოთ და გავერთიანდეთ. მხოლოდ იმათ უნდა ვენდოთ, ვინც მოგვიწოდებს დიდი ერთობისაკენ. მხოლოდ იმათ უნდა გავყვეთ, ვინც მოგვიწოდებს დიდი ერთობისაკენ. ვინც დღეს ერთობას ებრძვის, ის არის საქართველოს მტერი. დღეს საქართველოს გადარჩენა არის დიდ ერთობაში და უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვაკეთოთ ყველაფერი, რომ მთელი ერისა და ბერის ერთობით შევძლოთ საქართველოს გამოხსნა, დაბრუნება და გადარჩენა და ეს უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის ამოცანა. და ერთიც ერთობა შეუძლიათ მეგობრებო ბოროტებსაც რა ვთქვათ ესე უხეშად. ოღონდ პირდაპირ. აი იმ ძალებს, რომლებიც არაკეთილსაიმედონე იყვნენ და არაკეთილსაიმედონე არიან. საქვეყნონე არ არიან და არც საღმრთონი. მაგრამ ეს ერთობა მათი ძალიან უფუნდამენტოა. საერთოდ საწმნოება თვინიერ საქმეთას ამ მკვდარ არს გვეუბნება წმინდა წიგნი. მათი საქმეები განვიხილოთ, ცხვირწინა გვაქვს და შემდეგ იმ საქმეებს შევხედოთ, რა საქმეებიც გამოვიდა სწორედაც ჭეშმარიტად ერთობის მსურველთა ერთობისაგან და ასე ვიაზრონოთ, ასე ვიდოდეთ,
ასეთი და შეხიდება არ მოგვიშალოს უფალმა ღმერთმა. ღამე მშვიდობისა ქონოდეთ და განათლება იმდენად დიდი სხივია და ზეციური ნათელია, იმას მართლა აკაცუკები, ოღონდ ხვდები თქვენ უკვე მე ვექტორი სადაც გადამაქვს, ვერაფერს ვერ დააკლებენ. ნახვამდის. გამარჯვებას გისურვებთ, გაიხაროთ.